ჩვენი საუბარი დღევანდელი შეეხება დღევანდელ მოსმენილ სახარებას საღვთო ლიტურგიაზე. მაცხოვარი ბრძანდება ქალაქ კაპერნაუმში. მას გარს ახვევია ძალიან ბევრი ადამიანი, მიმდევარი, მას მიჰყვებიან და ორი ბრმა კაცი გაიგებს, რომ უფალი მიემართება მათკენ, მათ ქალაქშია, ისინი მწირები არიან, დაიწყებენ ღაღადის, უფალო, ძეო დავითისო, შეგვიწყალენ ჩვენ. უფალი მაცხოვარი შევა სახლში, მათ ეს ორი დავდომილი შეყვება, უფალი მათ თვალეშინს მიბადლებს, განკურნებს, ეტყვის, რომ ეს ამბავი არავის უთხრან, ისინი პირიქით გამოდიან, ქადაგებენ მაცხოვრის აი ამ დიდებულ სასწაულს, კიდევ მასთან მოყავთ ეშმაკეული კაცი, ის ყრუ და მუნჯია, უფალი ეშმაკს განასხამს ამ ადამიანის სულიდან, სხეულიდან, ეს კაცი დაიწყებს ლაპარაკს, მას დაუბრუნდება ყურთასმენა, მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულები თვალხილულია, არავის მოუხდენია ამდენი სასწაულები, ხალხი გახარებულია, რომ დიდებული კაცი გამოჩნდა ისრაელში, რომ ხალხს კურნავს, სასწაულებს აღასრულებს. სიხარული დიდია უბრალო ხალხში, მაგრამ არის რაღაცა დაჯგუფება, არამცირედი, ძალიან გავლენიანი ფარისევლები, მწიგნობრები, რომლებიც მაცხოვრის სასწაულს გმობენ. ახლა მათ რა ქნან, სასწაული თვალხილულია და რაღაცა კომენტარი ხო უნდა გაუკეთონ აი ამ ამბავს. სასწაულებს უფლისა და ამბობენ, რომ ეს კაცი ეშმაკის ძალით განასხამს ეშმაკს და ახდენს სასწაულებს. თუმცა მაცხოვარი მიუხედავად ამისა, ის ისევ იაგრძელებს ქადაგებას, ისევ იაგრძელებს სწავლებას, ისევ იაგრძელებს სასწაულების მოხდენას. ჩვენ აქედან უნდა მაგალითი ავიღოთ, რომ როცა შენ სიკეთეებს აკეთებ და ვიღაცა ცილს გწამებს, გაბრალებს, ყვედრის, შურს შენი, აი მიუხედავად ამისა, შენ გული არ უნდა აგიცრუდეს მაინც. ისევ და ისევ უნდა გააგრძელოს შენ კეთილი საქმეები, ქრისტიანობა, ღვთისმსახურების აღსრულება და ღვთივსათნო ცხოვრება. რა რჯით ასე აი ამ ფარისევლებს, რომ მაცხოვარზე ამას ამბობენ, რომ ის ეშმაკის ძალით განასხავს ეშმაკს. თუმცა მაცხოვარი შემდგომში ამას უკეთებს კომენტარს, რომ ეს შეუძლებელია ეშმაკმა ეშმაკი განასხას, მისი სამეფო დაემხობა და დაეცემა მაშინ, რაც ამტვერდება. თუ გამოიყოფა ეშმაკი თავის თავს. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რა? ფარისევლებს შურთ იესო ქრისტეს. შურთ მისი აურაცხელი სიკეთეებისა. აი ჩვენ ახლა ქრისტიანებს გვაქვს ერთგვარი თმენის ვალდებულება. და რა? თუ კი მაცხოვარი, უცოდველი, მუზაკველი, განკაცებული ღმერთი ამდენს ითმენს მონებისგან, არაღამოებებისგან, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.
ჩვენს უნდა მოვეთქვინოთ მსგავსად მაცხოვრისა. მარ მოხსა ჩვენ პირველი მაგალითი მოთმინებისა და ჩვენც როგორც უფალი მის თქვათ ტანჯველზე, ჯვარცმელზე, მაგინებელზე არ ბრაზდებოდა და მამას ემედრებოდა რომ აპატიო მათო რაც შადიან არიციანო, აი ჩვენც ესე უნდა ვიყოთ ქრისტიანები. უნდა ვიცოდეთ რომ ამა თუ იმ ადამიანს ეშმაკი აღძრავს. ხან შენს წინააღმდეგ, ხან მოძღვრის წინააღმდეგ, ხან ვის და ხან ვის წინააღმდეგ. ამიტომ მიზეზი აი ამ აღძვრის არის ეშმაკი. და ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს მიმართული ჩვენი რაღაც ალკოჰოლი ბრძოლა არა კაც ამ ეშმაკის წინააღმდეგ. ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება შურს. ეს ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ცოდვაა. ყველა ჩვენგანისა. ჩვენ ეს ცოდვა ისე გვიყვარს, რომ მას დავარქვით კეთილი შური და თეთრი შური. მაგრამ შური შურია. შურს შენ ვერ გააკეთილშობილებ, გამორიცხულია და ვერ გაათეთრებ. ეს თავის მოტყუებაა. პატარა ამონარიდები მინდა წავიკითხო აი შურის თაობაზე თუ აი არსში რა არის იგი. შური ეს პირველ საწყისი თესლია ყოველივე ბოროტისა. ყოველგვარი ცოდვის პირველი წარმონაშობი. ცისა და მიწის განმყნელი. პირველი შხამიანი სიბილწე. პირველი გამხსნელი ქვა, რომელმაც საუკუნო ტანჯვის ცეცხლი დაანთო. პირველი ვინც ზეცაში სიამაყით შესოდა თიები იყო. პირველი ვინც ურჩობით სამოთხეში შესოდა ადამი იყო. პირველი შურით შემცოდე კი კაენი იყო. მაგრამ უპირველესი მიზეზი თიების ადამისა და კაენის ცოდებისა მაინც შური იყო. ანუ ჩვენ ყველა ვამბობთ რომ პირველი ცოდვა არის აპარტავნება, მაგრამ შურია პირველი ცოდვა. რომ თიები აპარტავნებაში შურმა ჩააგდო. მას ჯერ შეშურდა და მეორე ჩავარდა აპარტავნებაში. მძირი ცოდვისა არის შური. სოლომონის სიბრძნის წიგნის მეორე თავში ნათქვამია. რამე თუ ღმერთმა დაბადა კაცი უხსნელებისათვის და ხატი თავისა თვისობისათვის შექმნა იგი. შურითა ეშმაკისაითა სიკვდილი სოფელსა შემოხვდა. წმინდა იოანე ოქროპირი ამას შემდეგნაირად განმარტავს. ეშმაკმა გაიგონა, რომ ადამიანი მიწად მიიქცევა და სყუროდა დანახვა თუ როგორ მოდიოდა გადაწყვეტილება სისრულეში. მეტიც მოინდომა მამის სიკვდილამდე შვილის სიკვდილი ენახა. ძმის მიერ კვლავ ძმისა სიკვდილი უდროო და მოძალადური. ხედავ ერთი ბოროტებიდან რამდენი ბოროტება წარმოიშვა. ხედავ შურს რისი გაკეთება შეუძლია. ხედავ როგორ იკმაყოფილებდა თავის გაუმაძღარ სურვილს ეშმაკი. ხედავ შური როგორ დაეხმარა მას ამაში. ეშმაკის
წყურვილი როგორ დააკმაყოფილა? შურის გამო ცეცაში ომმა და განადგურებამ იფეთქა. ანგელოზთა სიმშვიდე და ნეტარის სამყარო აიმღვრა. ქიები უბსკულში შთავარდა და როგორც ურჩხულმა თავისი კუდით გონიერ ვარსკვლავთა მესამედი თან გაიყოლა. დედამიწის წიაღში შურმა საუკუნო სატანჯველის ჩაუხრობელი ცეცხლი აღგზნო. შურის გამო პირველმა მამებმა ცნებიდან გადაუხვიეს. სიტყვების სამოთხიდან ეკალსა და ყუროს თავში განედევნენ. ადამი რათა მას ოფლით მოეპოვებინა საკვები, ევას კი შვილები ტანჯვით ეშვა. უკვდავნი მოკვდავები შეიქმნენ. მათთან ერთად კი ჩვენც, მათი უბედური შთაომავალი. ჩვენი პირველი მშობლებისგან მემკვიდრეობით ცოდვა, ღვთისმსწევლა და სასჯელი გვერგო. შურის გამო ძმამ ძმა უსამართლოდ მოიზულა და არადამიანურად მოკლა. სუფთა მიწა უდანაშაულო სისხლით შეიბღალა და განიხნა საშინელი კარი აღთმისა, რომლიდანაც ქვეყნად სიკვდილი შემოვიდა. ეს ყოველივე შურის გამო მოხდა. ის წამოდგა როგორც ღვთისმბრძოლობის მეთაური, ურჩობის მასწავლებელი, ძმათა კვლის დედა, სიკვდილის მიზეზი, მასშია ფესვი ყოველივე ბოროტებისა. შური სულისევდა, რომელიც მოყვასის კეთილდღეობიდან წარმოიშობა, ასე განზრახვავს მას წმინდა ბასილი დიდი. პოეტ მითოლოგების აღწერით შხამიანი ჰიდრა 7 თავიანი იყო. ის თავისი 7 თავიდან მომაკვდინებელ შხამს აფრქვევდა. ცოდვაც ასევე 7 თავიანია. პირველი თავი სიამაყეა, მეორე ვერცხლისმოყვარეობა, მესამე გემოთმოყვარეობა, მეოთხე უდებება, უზრუნველობა, იგივე ღორმოცელობა, მეხუთე მრუშობა, მეექვსე მრიცხანება, მეშვიდე კი შური. და თუმცა 7-ვე თავიდან სულის მომაკვდინებელი შხამი ამოიფრქვევა, ყველაზე დამღვრელი მაინც შურის შხამია. ყველა დანარჩენ ცოდვას მიზნად თავიანთი საკუთარი გამორჩენა აქვს, მაგალითად ამაყი განბედებას ესწრაფვის. ვერცხლისმოყვარე სიმდიდრეს ეძებს, ღორმოცელას გაძღომა უნდა, უზრუნველს სიმშვიდე სურს, მრუში ამხორცობას მიელტვის, მრისხანეს შურიზიებას ყურია, მაგრამ შური თავისთვის კი არ ეძებს სიკეთეს, არამედ ბოროტებას მოყვასისთვის. შურიანი ისურვებდა სახელოვანი უღირსი ეხილა, დიდარი ხატაკი, ბედნიერი უბედური, აი მიზანი შურისა, ხედავდეს ბედნიერნი უბედურებაში როგორ სვივია. მეორე მხრივ ყველა სხვა მომაკვდინებელი ცოდვა რაღაც სიამოვნებას, რაღაც სიხარულს აღზრდობინებს იმას, ვინც მათ შადის. მაგალითად, ამაყი თავისი დიდებით ხარობს, ვერცხლისმოყვარეს სიმდიდრით. სუნახს გემრიელი საჭმლის დანახვა უხარია, ზარმაც უდებება ახარებს. მრუში ამხორცობით იქცევს თავს, ხვარძლიანი მტერზე შურიზიებით კმაყოფილდება. შურს კი არავითარი სიამოვნება, არანაირი სიხარული არ მოაქვს იმისთვის, ვინც ის მოიცვა, არამედ დაუძლეველი სევდა და ნახველი. მას ასე შური არის დანაღვლიანება მოყვასის კეთილდღეობის მიზეზით. განა იოსების ბედნიერება საერთო კეთილდღეობა არ იყო,
მისი ძმებისთვის, როგორც ეს რომ დაამტკიცა. დავითის მიერ მოპოვებული დიდება, ხანდიდება არ იყო საულისა, რომლის სამეფოსაც მისი მტრები ძლევით განამტკიცებდა. იესო ქრისტეს სასწაულები განაყოლა იუდეველისთვის სიკეთის მომტანი არ იყო? რა თქმა უნდა იყო, მაგრამ შურიანი თავის სიკეთეს ყურადღებას არ აქცევს. შურს არ აქვს უნარი სასარგებლო ამჯობინოს. მას მხოლოდ მოყვასის სიკეთის დანახვა და ამის გამო დამწუხრება შეუძლია. შური ეს მწუხარებაა მოყვასის კეთილდღეობის გამო. ის ცდილობს მისი კეთილდღეობა უბედურებად აქციოს და თავისი მწუხარების მუგეშ ამაში პოულობს. შურის მიზანია დანახვა იმისა, თუ როგორ ვარდება ადამიანი ბედნიერებიდან უბედურებაში. ერთხელ ერთ ბრძენს კითხეს, როგორი თვალები ხედავენ უკეთ, შავი თუ ნაცრისფერი, კაცისა თუ ქალისა, ადამიანისა თუ ცხოველისა? მან კი უპასუხა, ყველაზე უკეთ შურიანის თვალები ხედავენ. ისინი ხედავენ ყველაფერს, სულ ახლოს უმცირეს და იმასაც, რაც შორსაა, მხოლოდ ერთს ვერ ხედავენ, სიკეთეს, და თუ კი მაინც დაინახავენ, ცრემლით ივსებიან და თითქოს და უნებურად იხუჭებიანო. ცდილობენ არ დაინახონ ის. რამდენიც გინდა დაიმალე, ჩაიკეტე, მოშორდი, იყავ მდუმარედ შენს საცხოვრებელში, განმარტოვდი, გაიქეცი უდაბნოში, შურიანის თვალები მოაღწევენ შენამდე და ნახავენ, რას აკეთებ. შურიანს ერთგვარი მხედველობითი მილაკები აქვს, რომელთა მეშვეობითაც ის ძალზე შორს ხედავს. სადიპოვი ისეთ ადამიანს ყველაზე სათნოსა და წმინდასაც კი რაიმე მანკიერება რომ არ ქონდეს, მხოლოდ ღმერთია უცოდველი და უმწიკლო. მქირდავი არა მხოლოდ მრავალთ ეხება, არამედ რჩეულთაც, რამე თუ სრულიად უდანაშაულო და ვნებათაგვის მიუწვდომელი მხოლოდ ღმერთია, ამბობს ღვთისმეტყველი. მაგრამ შურიანის თვალები ადამიანებში უმცირეს ნაღდსაც ხედავენ, ისეთსაც კი, როგორიც მათში არასდროს ყოფილა. დასასრულს გავიხსენოთ პავლე მოციქულის სწავლება. ნუმცავართ მზვაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე. ნუ ვიქნებით პატიმოყვარენი, ყველა მხოლოდ საკუთარი ვიცოდეთ, ერთმანეთს ნუ განვიკითხავთ, ერთმანეთს ნუ შევგშურდება ერთმანეთისა, თუ კი შავთ ერთურს, იფხიზლეთ, რათა ყველანი არ დაელიოთ, ხოლო უკვე თუ ურთიერთარს იკმინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუ უკვე ურთიერთარს განილინეთ. ეს ჩვენზედ აღსრულებული წინასწარმეტყველებაა. თქვენ იცით, როგორ დაიღუპა დიდებულება ჩვენი ერისა და სამეფოსი, საუბარია ბიზანტიის იმპერიაზე. ნახეთ მისი ისტორია. ვერც სპარსთა ძალა, ვერც აგარიანთა მახვილი მოუტონდა ამ სამეფოს ამდენ ბოლოტებას, რომ არა მოქალაქეთა შური ურთიერთს შორის. როცა ოჯახში, საზოგადოებაში, ქალაქში ან სახელმწიფოში შური ინერგება და ადამიანები ერთმანეთისთვის სამაგიეროს გადახდას იწყებენ, მაშინ გარეშე მტრები დამარცხებისთვის საჭირონი აღარ არიან. როცა ერთმანეთის შურს ვიწყებთ და ვიარაღდებით, მაშინ ჩვენი წარწმენისთვის ეშმაკიც კი აღარ არის საჭირო, ზადებს იოანე ოქროპირი. ღვთის გულისთვის, რომელიც წამს და რომელიც არის ღმერთი მშვიდობისა.
მამას ახიერებისა, სახარების გულისთვის, რომელიც აღთქმა სიყვარულისა, ეკლესიის გულისთვის, რომელიც უნდა იყოს ადგილი თანხმობისა და ერთობისა, ჩვენს თავში მცირედი შურის არ დავუშვათ. წრებს სიხარულისთვის საბაბს ნუ მიმცემთ. ფილისტიმელებმა ისრაელებს ძლიეს. იმავე დღეს საულიც მოკვდა შვილებთან ერთად. ისრაელელებს არასდროს განუცდიათ ამაზე დიდი დანაკარგი. თავისი ხალხის უბედურების შესახებ დავითმა შეიტყო და თავის ამალას მიმართა. ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, თუმცა ახარებთ შესავალთა ასკალონისთან, რათა წრებმა ჩვენი უბედურება არ შეიტყოს და არ გაიხაროს, რათა არასნან და უხაროდის ასულთა მათ უცხოთესთასა. ძმანო და თანამოზმენო ქრისტიანენო, უბედურებას, ტანჯვას, სხვათა დანაშაულსა და ცოდვებს აღმოჩენას ნუ დავუწყებთ. განსაკითხავად, ნუმსავართ მზვაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე, რათა უცხოტომელებმა, ჩვენმა ხილულმა და უხილავმა მტრებმა არ იხარონ, ხოლოდ დუმარება, თანაგზნობა, მეგობრობა, მაგრამ გამკითხავი შური, მაბრალობელი, მოყვასის გამკითხავი, ისუდა განედევნოს ქრისტიანებისგან. ის, ვისაც ასეთი ნება აქვს, არ არის ღირსი ადამიანი იწოდებოდეს და მით უმეტეს არ არის ღირსი ერქვას ქრისტიანი. ამინ. აი მოკლედ რა არის შური? ეხლა ეს ფადაგებელი საუბრობს ბიზანტიის იმპერიაზე, ისტორიაზე. და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რამდენი შურის მაგალითია. ჩვენი ვთქვა ბუნებრივია. რამდენი ფურცელი დაიწერა ისტორიების წიგნში შურზე. ერთი ისტორიული მოვლენა გარნესის ბრძოლა. როცა ლამის იმპერიად ქცეული საქართველო დღას დევნული ჯალალედინის წინააღმდეგ. და შური, როცა შალვა ახალციხელს და მეწინავე მესხების ჯარს თავარი ძალა იოანეს ხელმძღვანელობით არ მიეშველა შურის გამო. რა მოხდა? ქვეყანა დაინგრა. მეორე წელს ეს მომხდური მტარვალი შემოიჭა თბილისში, ყველაფერი აოხრა, გადაწვა, 100,000 მოწამე ეწამა, სიონი დაანგრია, ქალაქები დაანგრია, ყველაფერი გადაბუგა. რის გამო? შურის გამო. იოანეს შურდა შალვასი და არ მიეშველა ომში. და ქვეყანა დაინგრა. და რამდენი ეგეთი მაგალითი. როცა შური ანგრევს, ამსხვრევს ქვეყნებს, ოჯახებს, დედმამიშვილობას, მამაშვილობას, სულიერ ერთობას. როცა საკვირველია, მაგრამ ფათმელია, სულიერი შვილი შურს შეშურდება, არ ვიცი. ხდება ეგეთებიც და გებრძვის. ხანა გებრძვის, შეიძლება გემუქრება კიდევაც და ალბათ თავი შეიძლება მოგაჭას რომ მიუშვა. შურის გამო. რომ ყველა მრიცხანებაში პირველი შურია.
ყველა სიამაყეში პირველი შურია. და თუ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ვართ, ეს უნება უნდა მოვიშოროთ. ეს ყველას გვაქვს, ყველას ჩემის თამადობით. და აღსარებაში ამას არავინ არ ვინანიებს ხოლმე. და აი ჩვენი აღსარება უმეტესწილად უნდა დაიწყოს, რომ ამო მე მაქვს შურის ძიმე ცოდვა, ნება. და თუ შენ გამოშრიკავ შენს თავს, იპოვი აუცილებლად შურს თუ არა, კეთილ შურს მაინც. და თეთრ შურს მაინც. ერთმა გვარიდოს ეს ცოდვა, აი მაცხოვრის წინააღმდეგ, აი მთელი ბრძოლა შურის გამო იყო. ფარისეველს მაცხოვრებელს შურდათ, რომ მას ხალხი დაემოწაფა. და ისინი რჩებოდნენ მოდით ბრევლის გარეშე. მაცხოვრის სათქომი უფრო ღირებული იყო, ვიდრე მათი. და მთელი ეს აი ბრძოლა მაცხოვრის წინააღმდეგ იყო შურის გამო. ხოი ძმათა მკვლელი შური. ღმერთმა ამისაგან დაგვიფოროს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაკურთხოთ.